ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანელებს გააგრძელონ პროტესტი. თავდაპირველად სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ პოსტში მან დაწერა, რომ დახმარება გზაშია. მანამდე დონალდ ტრამპი აღნიშნავდა, რომ თეირანს ვაშინგტონთან მოლაპარაკებები სურდა. უკვე დღეს კი ამბობს, რომ ირანის ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრას აუქმებს. მანამ ვიდრე მისივე თქმით, პროტესტის მონაწილეების უაზრო მკვლელობა არ შეჩერდება. Iranian patriots keep protesting. მივმართავ ყველა ირანელ პატრიოტს, გააგრძელეთ პროტესტი, დაიბრუნეთ თქვენი ინსტიტუციები თუ ეს შესაძლებელია და შემოინახეთ მკვლელებისა და თქვენზე მოძალადეების სახელები. ისინი ძალიან ძვირფასს გადაიხდიან. თუ გარდაცვლილთა რიცხვი სიმართლეა და მე ამ მხრივ არაერთგვაროვანი ინფორმაცია მივიღე, თქვენ ძალიან ცუდად გექცევიან. სიკვდილი ერთით ზედმეტად ბევრია. მე გავაუქმე ირანის ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი ყველა შეხვედრა, ვიდრე ეს უაზრო მკვლელობები არ დასრულდება. მე უკვე ვთქვი, რომ დახმარება გზაშია. თქვენ დაინახეთ, რომ ჩვენ ტარიფები დავუწესეთ ყველას, ვინც ირანთან ბიზნესს აწარმოებს, რაც ძალაში უკვე შევიდა. ამას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არაერთი გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი სამხედრო ხასიათის ნაბიჯების გადათქმასაც განიხილავდა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ თეირანმა ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ ლეტალურ ძალას მიმართა. მეორე მხრივ, კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხის დიალოგის გზით გადაჭრას ამჯობინებს. ჩვენ ვესაუბრებით რეგიონში ყველას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ვითარების დეესკალაცია. ჩვენ ვიცით, რომ ესკალაცია იქონიებს კატასტროფულ შედეგს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთაც. შესაბამისად, ეს მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან. მანამდე ირანი დაიმუქრა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები და ისრაელი თეირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცევიან, თუ ვაშინგტონი ირანში მომიტინგეების დასაცავად ძალას გამოიყენებს. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფების ინფორმაციით, ეროვნული მასშტაბით გამართული დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობას 2000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.